მოკლედ ეს არის წყლის ტუმბო, ეგრეთ წოდებული პომპა, რომელიც პასუხისმგებელია გაგრილების სითხის ბრუნვაში ავტომობილში, ანუ როდესაც ქოქავთ ავტომობილს, ეს არის ეგრეთ წოდებულ შკივზე. მასზე არის მე ხვედი და როდესაც ძრავი ბრუნს აკეთებს, ესეც მასთან ერთად ბრუნავს. გაზს დააჭერთ, იწყებს ესეც ტრიალს, უფრო მეტად აუშვებს სტანდარტულ თავისუფალ ბრუნზე მუშაობს ესეც. ეს დეტალი არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენ ავტომობილში რა, იმიტომ რომ აწოდებს წყალს როგორც ძრავში, ასევე რადიატორში, ასევე ღუმელში და აკეთებს ძალიან ცირკულაციას. როდესაც ეს დეტალი არის გაფუჭებული, ამ შემთხვევაში არ ხდება ცირკულაცია და ავტომობილი ადუღებს. ერთ-ერთი ნაწილია ამ ყველაფრის რა. მაგრამ ეს დეტალი რომ არ გაგიფუჭდეთ და არ გქონდეთ პრობლემა მასთან, აი როგორც აი ამ შემთხვევაში. ეს არის პომპა, რომელიც ახეთ რაჭის ამ ავტომობილზე 10 წელი არ შეცვლილა გაგრილების სითხე რა, საბოლოო ჯამში ეს შეჭამა. პლუს ამას მე ერთხელ მოუწია წყლის დამატება და ნუ ჟანგვასაც ხედავთ როგორ არის რა რამ მდგომარეობაში. 10 წელი სითხის არ შეცვლა გაგრილების სითხის. არის ძალიან ცუდი რაღაცა იმ თვალსაზრისით, რომ აი ეს ფიტები აქ უნდა ქონდეს ამას ფეხები. შემდეგ ვიდეოში გაჩვენებთ როგორია კარგი პომპა, ეხლა შევცვლით და შეცვლამდე აუცილებლად გაჩვენებთ. აქ აქვს ამას ესე პატარა ადგილები, რაც იწვევს ესე წყლის ბრუნვას და მე ატრიალებს ცირკულაციას აკეთებს ძრავში. ასე რომ თუ არ შეგიცვლიათ გაგრილების სითხე, არ გამოგირეცხავთ სისტემა და ასე შემდეგ, აუცილებლად მოელოდეთ, რომ თქვენ ავტომობილსაც მსგავსი პრობლემა დაეწყება. საბოლოო ჯამში ეს რო აღარ მუშაობს, აგიდუღებთ, ადუღებისას თუ დროულად არ გააჩერებთ, თუ დროულად არ მიხედავთ, ძრავს დააზიანებთ. ასე რომ პრევენციის მიზნით კარგი იქნება გამორეცხოთ ხოლმე სისტემა, შეამოწმოთ ძრავის გაგრილების სისტემა და ასევე მიხედოთ სხვადასხვა ძრავის გაგრილების დეტალებს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია თქვენი ძრავის გამართულ მუშაობაში ძრავის გაგრილება. ძრავის გაგრილებას თუ არ ფუნქციონირებს წესიერად თვითონ გაგრილების სისტემა, ამ შემთხვევაში შეიძლება წვაც კი მეტი გქონდეთ, გაწევა აკლდებოდეს, იმიტომ რომ სულ მაღალ ტემპერატურაზე მუშაობდეს. ამას გარდა არსებობს სხვა ფაქტორები, აი გაჭედილი ღუმელი, ეგრეთ წოდებული ფეჩის რადიატორი, გაჭედილი რადიატორი და ასე შემდეგ. ეგ ყველაფერი იჭედება იმის გამო, რომ აი მარტო რადიატორის შეცვლისას თუ მარტო რადიატორს შეცვლის ძრავის გაგრილებისას სისტემაში დაგრჩება 80% წყალი და ნაგავი, ანუ წყალი იქნება თუ ანტიფრიზი, რომელიც გესხმება. ეგრე რო არ მოგივიდეთ, პერიოდულად კარგი იქნება შეცვალოთ ანტიფრიზი და თუ არასდროს გამოგირეცხავთ ძრავის გაგრილების სისტემა, სტანდარტულად მაინც გამორეცხოთ იმისთვის, რომ აი ესე არ დაემართოს თქვენ ავტომობილს. ეხლა ამ ავტომობილზე საკმაოდ მაღალი ხარჯის გაწევა უწევს, გამომდინარე იქიდან, უნდა შეიცვალოს პომპა, პომპა ცალკე ღირებულება, პომპის შეცვლას ცალკე ფასი აქვს. ამასთან ერთად თერმოსტატიც ჩათრეული აქვს, იმიტომ რომ ეს ჟანგებია და ძალიან გვიან ხსნის და აღებს, ან თერმოსტატიც უნდა შეიცვალოს. პლუს ცალკე დაშლით რადიატორი უნდა გამოირეცხოს სისტემა და ანუ იმხელა ხარჯზე ავიდა, რომ ამდენი წლის მანძილზე თუ იზოგებოდა ეგ თანხა. ეხა ერთიანად მაგის გადახდა უწევს, რაც უფრო რთულია. შესაბამისად, არ გაირთულოთ ეგრე საქმე და ჯობია პერიოდულად გამოცვალოთ ანტიფრიზი. მიხედოთ გაგრილების სითხეს და ყავლეთ გამართული ავტომობილი. როგორც იცით, ჩვენ ძრავის გაგრილების სისტემებზე მუშაობთ, ასევე წვის კამერაზე და ვართ მობილის ოფიციალური პარტნიორები. ასე რომ გელოდებით ავტომასტერში.